შესაძლებლობებია 4 გაცილებით მეტი, მოდი ესე ვთქვა. ეხლა მე გუშინ ვსაუბრობთ მე და ჩემი მეუღლე, მე-9 კლასში ვიყავი პირველად კეჩხობში რო წავედი, მე-9 კლასში და იქიდან ვიტანჯებოდი, როდის დაუბრუნდები დედასთან და მამასთან მეტი. ეხლა სანდრო მე-9 კლასშია და ათენში აქვს ისა გასტროლები და ათენში მიბრძანდება მარჩი, აი ვერც წარმოვიდგენდი მე მე-9 კლასში რო ჩვენ როსადმე ამ მე-9 კლასში ჩემი ყველაზე დიდი დისტანცია იყო სუნამიდან რომ ხაშურში მივდიოდი მარტო. მე-9 კლასში გესნადვა რომ მიყიდეს ვიყავი მეგონა რომ ყველა გოგო ჩემი ძოლი იყო. ხო, იმიტომ რომ ყველა უყურებდა, ხო? ანუ აბსოლუტურად სხვანაირი სასტარტო პირობები გვაქვს და კარგია, ძალიან კარგია. ისინი სხვები არიან, რას ლაპარაკობ. ძალიან წინ არიან. ხო აღიარებთ ამას. არიან და უნდა იყვნენ. ალბათ მამების სურვილიც ეგ არის, რომ ჩვენი შვილი ყოველთვის მინიმუმ ერთი ნაბიჯით წინ იყოს. რომ შვილი ჯობდეს მამასა. რა თქმა უნდა. ეს ტერმინი რომ მაგრამ ესეთი მომენტიც რო თქვა ლადოაბა შენც რას ვიპასუხებ და ბუნებრივია სტუმარიც. ეს ბევრი ფსიქოლოგი მეუბნება ხოლმე რომ ძალიან გრძნობიარეები არიან და ჩვენც ვაღიარებ და სხვანაირები არიან, მაგრამ უნებურად ვაზიანებთ ხოლმე ჩვენ შვილებს. ეს ჩვენი მამების დროც ხომ მაგიტომ გვაქვს რომ შვილებთან ურთიერთობის რაღაც გამოცდილება ერთმანეთს გავუზიარო. როცა ესეთი გრძნობიარეები არიან, წინწესულები არიან და ჩვენ შესაბამისად ვერ ვუბრუნებთ რაღაცებს. მე მგონი რომ საფრთხილოა ეს. ხო, საფრთხილო რა თქმა უნდა არის. ალბათ ზოგადად მამაშვილური ურთიერთობა რაღაც ბეტვის ხიძზე სიარულია. ყოველთვის, აი ნებისმიერი არის თუ არა ის ღმერთი. კი, არის თუ არა ის ღმერთი. ზუსტად. აი არასოდეს დამავიწყდება. ხო, მამა რომელიც მეგონა ყოვლის შემძლე და 93 წლის 27 სექტემბერი სურამიდან ვარ და ტელევიზორში ვუყურებდით იმას და სხუმი დაეცაო რო თქვეს მე ველოდი რომ დაცემული უნდა აეყენებინა მამა ჩემს იმიტომ რომ 7 წლის ლადოსთვის მამა ყოვლის შემძლე იყო და მამა ჩემის უსუსური სახე იყო ჩემთვის გამანადგურებელი იმიტომ რომ მამა არ აღმოჩნდა ყოვლის შემძლე და ყოფილა რაღაც რასაც მამა ვერ გააკეთებდა ხო და აი წარმოიდგინე ეს ბეწვის ხიდი სადაც ახლა ჩემს შვილს მაღაზიაში შემიყოს რაღაც მიყიდეთ მამა ფული არ აქვს ბარათი ხო გაქვს იმისთვის ბარათი არის შეუძლია ბარათით ყველაფერი იყიდოს და ეს უნდა აუხსნა ხო უნდა აუხსნა რომ ამ ბარათზე რაღაც არის ეგ მიყვარს ჩვენი მეგობარი ნოე ჟორჟოლიანის ისტორია ბავშვი მეჯდა მხრებზეო პატარა შემჭამა ხელს იშვერს რაღაცა უნდა რომ მივედი ტოტი მოუწყვიტი არაო და რო ავიხედეო თვითფრინავი დამანახაო რომ ეგონაო რომ იმ თვითფრინავის ჩამოვება ჩემი სუპერ აი ეს არის მამის ყოვლის შემძლეობა ჩემი ესრით ბავშვის გონებაში ჩვენ ვარ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის ხოლმე და ვანადგურებთ ხოლმე როცა ჩვენ ცუდ მხარეს ვაჩვენებთ კი და ერთი რა ვიცი რჩევა თუ თხოვნა თუ როგორ იქნება არასდროს ჩვენი გაბრაზებული სახე არ ვაჩვენოთ ჩვენ შვილებს რაც არ უნდა ხდებოდეს იმიტომ რომ იმას გადაედება ის შენ გბაძავს შენგან იწოვს ყველაფერს და ამიტომ თუ რისხვა მოვა და მოვა ცხოვრება ისეთია რომ მოვა გასულ დრაკონი გახდება არა ჩვენო შვილებს ეს გაბრაზებული მამა არ ნახო